ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს სხვადასხვა კატეგორიაში 36 პირი გამოვლინდა. ოლიმპიადა აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ასევე ღვინის ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებში ჩატარდა. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან FAO-ს ორგანიზებით და გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფორმის შეჯიბრებითობის პრინციპით, ასეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც ცოდნაზე და პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით ისეთი დარგების მიმართულებით, რომლებიც დეფიციტურია დღეს საქართველოში და დღეს მოხარული ვარ, რომ ამ ოლიმპიადის მონაწილეები იყვნენ როგორც აგრარული, ისეთი დეფიციტური დარგის წარმომადგენლები, როგორებიც არიან მაგალითად ვეტერინარები, ასევე ღვინის ტექნოლოგები, სურსათის ტექნოლოგები, ტყის მიმართულების სპეციალისტები და აგრონომები. კვალიფიციური ადამიანური რესურსები არის ის ძალა, რომელიცაც მოაქვს ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები, რაც შემდგომში აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რათა მოხდეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. მინდოდა საკუთარი ცოდნის გამოცდა, ასე რომ ვთქვათ, და დაინტერესებული ვიყავი საერთოდ აგროოლიმპიადით. შესაბამისად, პირველი ტური გადავლახე, შემდგომ მეორე ტურზე უკვე წერითი ტესტირება იყო. ძალიან საინტერესო იყო აღნიშნული გამოცდილება.